მოწვევისთვის პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არის უზარმაზარი პროგრესი იმ უკიდურესად ქვედა წერტილიდან დაწყებული ტრამპის ადმინისტრაციის და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობებიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალის შემდეგ და ამ სკანდალის ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის ისიც იყო, რომ მანამდე ვერ მოახერხეს უკრაინის და ამერიკის ხელისუფლებებმა სწორედ ამ მინერალების შეთანხმების ხელისმოწერა და მისი პირობების შეთანხმება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პირობები, რასაც ხელი მოეწერა და ის რაც იყო მაშინ, როდესაც საწყის ეტაპზე სხვა ვერსია განიხილებოდა, ბევრად უკეთესი პირობები მიიღო უკრაინა მინერალების შეთანხმების. აღარ არის საუბარი უკვე არსებულ რესურსებიდან რაიმე ტიპის დივიდენდის ამერიკის მიერ გატანაზე, საუბარია მხოლოდ ახალი ლიცენზიების შედეგად დაწყებული სხვადასხვა მინერალების მოპოვების 50%-ზე. იქნება საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკრაინის ეკონომიკისთვის შეიძლება იქცეს დიდ სტიმულად. ასევე ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რჩება უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში, უკრაინის ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანიები, უკრნაფტა, ენერგოატომი და ასე შემდეგ რჩება უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში. რაც მთავარია, ძალიან მკაფიო და მტკიცე განცხადება გააკეთა ხაზინის მდივანმა, ჩვენი გაგებით ფინანსთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სკოტ ბესენტმა, რომელმაც თქვა, რომ ეს შეთანხმება არის სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი მშვიდობისკენ. და ასე ვთქვათ, ეს შეთანხმება ჩასვა ტრამპის ძირითად ნარატივში და ყველაფერი. კი ბატონო, გიორგი, რა ტერიტორიებზეა ძირითადად ეს წიაღისეული, ეს არის ასევე საინტერესო გეოგრაფია, რომელზეც გავრცელდება ეს ხელშეკრულება? ხო, აქ უნდა გავყოთ რა ტიპის წიაღისეულზე ვსაუბრობთ. არის ბევრი წიაღისეული, რომელიც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მოიპოვება, მათ შორის დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კრივოი როგში, არის დონბასის იმ ნაწილებშიც, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, არის რა თქმა უნდა რაღაც სხვადასხვა ტიპის მინერალები, რომელიც დასავლეთ უკრაინაშია. თუმცა თავარი ინტერესი, რაც იყო ამ ტრამპის ადმინისტრაციის ამ მინერალების მიმართ, იყო იმ ტიპის მინერალები და იშვიათი მეტალები, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიური პროდუქციის შექმნისთვის გამოიყენება და მათი ნაწილის მოპოვება ჯერ საერთოდ არც არის დაწყებული უკრაინაში, თუმცა ეს შეთანხმება მოიცავს კვლევების ჩატარებასაც და იმის დადგენასაც, რა ტიპის პერსპექტივა არსებობს სხვადასხვა ტიპის მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში შეიძლება ომხრივად მომგებიანი იყოს უკრაინისთვისაც და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. კი ბატონო, რუსეთის პოზიცია როგორი შეიძლება იყოს მინერალების საერთოდ ეს წიაღისეულის თემა არის თუ არა ის მე ვახსენე ეს ისტორია ერთ-ერთი პირველი ვინც ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო ეს იყო ლინცი გრემი რესპუბლიკელი სენატორი რომელიც ამბობდა რომ რუსეთს და ჩინეთს უნდა იქ და ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას იმისთვის რომ შემდეგ წვდომა ჩვენ გქონდეს წიაღისეულზე სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში ეს უფრო ეს ვთქვათ დამყოლს გახდის რუსეთი თუ პირიქით შეიძლება გართულდეს ამ ხრივ შეთანხმების მიღწევა. ზოგადად ეს იდეა რომ უკრაინის ბუნებრივი რესურსები რაღაცა ტიპის შეთანხმების ნაწილი უნდა ყოფილიყო თავად ზელენსკის ჰქონდა რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ტრამპი არ იყო პრეზიდენტი და ეს იდეა კი ეს იდეა მან წარმოაყენა მოგვიანებით ეს იდეა ტრამპის ტულწრეებში პოპულარული გახდა ის რომ ჩინეთი და რუსეთი რა თქმა უნდა რუსეთი მოიპოვებს ყველანაირ წიაღისეულს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომელიც მას 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული და შემდეგ და შეგვიძლია ვთქვათ რომ ძარცვავს უკრაინას გავრცელდა ცნობები ბოლო დროს რომ ჩინური კომპანიებიც არიან ჩართული ამ მოპოვების სამუშაოებში ეს საერთაშორისო მედიაში იყო ეს ცნობები ამიტომ ლინცი გრემის მსგავსი პროუკრაინელი რესპუბლიკელები ცდილობენ ტრამპს და მის მხარდამჭერებს აუხსნან რომ ეს არის გლობალური დაპირისპირების ნაწილი ამ რუსულ-ჩინური ღერძის წინააღმდეგ და უკრაინის ამ ტიპის მხარდაჭერა არის ამის ნაწილი მეორე არის ის რომ თუ ამერიკული იურიდიული საკუთრების ქვეშ იქნება ნაწილობრივ ეს წიაღისეული და ამერიკული ინვესტიციები იქნება
ეს გარკვეულწილად მცირე, მაგრამ ვალდებულებებსაც აკისრებს ამერიკას, რომ მინიმუმ ამ ტერიტორიების უსაფრთხოებაზე იზრუნოს და ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ თავარი ამ მაინც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ ის განცდა რაც არსებობს სკეპტიციზმი ტრამპის მხარდამჭერებში და რესპუბლიკელებში, რომ ამდენი ფული არ უნდა ხარჯოთ საზღვარგარეთ და ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, შესაძლოა ამ შეთანხმებით რაღაც ამის განეიწალება ნაწილობრივ მაინც მოხდეს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, მაგრამ სანაცვლოდ ვიღებთ ფინანსურ ბენეფიტებს ან იმ ტიპის იშვიათ მინერალებს, რომლებიც ჩვენ არ გაგვაჩნია და ტექნოლოგიურ ბოლაში ჩინეთის წინააღმდეგ მათთვის სასარგებლო იქნება. ამიტომ ამ თვალსაზრისით მეტი არგუმენტი მიეცათ პრო-უკრაინელ რესპუბლიკელებს თავისივე პარტიის სკეპტიკულად განწყობილ მხარდამჭერებთან სასარგებლოდ და ასევე ვიცით რომ დონალდ ტრამპის გონებისთვის ბრძოლა მიდის, ხო, იქ სხვადასხვა ფრთა არსებობს მის ადმინისტრაციაში, რომელსაც განსხვავებული განწყობა გააჩნიათ უკრაინის მიმართ და აქეთაც პრო-უკრაინული ფრთისთვის ეს სერიოზული არგუმენტია. კი ბატონო, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მადლობა გიორგი ლოლაძეს, მაყურებელს კი ვეთყვი, რომ